მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტის პირველი ეპიზოდი. მე მისი წამყვანი საბა ვარ და ჩემთან ერთად იქნება ჩემი თანაწამყვანი გიორგი. მოგესალმები, საბა, კოკო. დღეს სტუმრად გვეყოლება ახალგაზრდა კომენტატორი, პერსპექტიული, რაც თავარია, ჟურნალისტი. კოკო, გაგვეცანი? გამარჯობა. პირველ რიგში ორივეს მოგესალმებით. მიესალმები მაყურებელსაც. ხო, რაღაცა ისეთ წარდგენა იყო ახალგაზრდა კომენტატორი, მომეწონა უკვე კომენტატორი. ხო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. იმედია, საინტერესო პოდკასტიც გამოვა. კი ბატონო. გილოცავთ სადებიუტო პოდკასტსაც. მადლობთ. მოკლედ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე ცხელ მოვლენაზე, რაც არის ახლა საფეხბურთო სამყაროში და არა მარტო საფეხბურთო სამყაროში, სპორტულ სამყაროში, მსოფლიო ჩემპიონატზე. 4 წლიანი პაუზა დასრულებულია, 4 წელი და რაღაც თვეები. და აი შევდივართ ახლა ყველაზე ცხელ საფხულში. მაგრამ ისეთი ცხელი შეიძლება ვერ იყოს, იმიტომ რომ სულ დილით და ხო, ხან ამერიკაში რაღაცა ცოტა საღამოს 11-ზე ვხსნით და ვაგრძელებთ დილის 6 საათის თამაში. ხო, და ცოტა საშინელები. შარშან თუ იყო იმაზე საუბარი, რომ ლუდის გარეშე იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატი, კატარში რახან იყო და ნუ იქ რაღაც მთელი ამბები. ეხა არის ეს ამბავი, რომ ცილის გარეშე. ცილის გარეშე და ნუ ხალის წიმდენი მე მგონი არ არის. ისინი გააუქმეს, ეხლა გავიგემეთ ეს გრძელი ტრამპეტების ვარიანტი რო იყო. კი, ეგეც გააუქმეს და ის თუ გაიგეთ რა ქვია. სომალელი მსაჯი ჩავიდა და არ შეუშვეს ამერიკაში. არა მარტო სომალელი. თან ანუ ის იყო რა ქვია, აფრიკის ყველაზე წარმატებული მსაჯი აფრიკელი და არ შეუშვეს. ეგ ნახე და უფრო სიგიჟე იყო, რომელიღაც ნაკრები იყო, ვერ ვიხსენებ. ისე ჩხრეკავდნენ პოლიციელები, ვიდეოებით ვნახეთ. ისე ჩხრეკავდნენ პოლიციელები, თითქოს რაღაცა დაჯგუფებული ბანდის წევრები ყოფილიყო. კი, მაგრამ ეგ მსაჯი მე ეს მსაჯი უკან რო ჩავიდა მე, ეგეც ცალკე ვიდეო იყო მე. სადაც 70,000-მდე გულშემატკივარი დახვდა და ტარს უკრავდა. ანუ ნუ მართლა ძალიან მაგარი მსაჯია, აღმოჩნდა ეგრე. უბრალოდ ხო რაღაცნაირად ეგეც პოლიტიკური. ხო, პოლიტიკური ამბებია აუცილებლად. და რა საშინელება გამოდის, რაღაც კონკრეტული ისინი წესები და ისინი რა შემოვიდა. მაგიდან გამომდინარე ეგ რა პოლიტიკური ამბებიდან. სავარაუდოდ ახლა მეც ისე ვერ ვიტყვი როგორც მასონები, მაგრამ დაიწყეს მთელი ამბები. შვეიცარიის ნაკრებს ხოდა პრეტენზიები კიდე ბაზა შეგვიცვალეთ, თუ გველები არიან. გველების ბაზა არის სტადიონის დამთავრების შემდეგ რა. ხო. გველების ბუდია და არ მოგწონს ამ ხორჯიშად, მაგრამ მთელი ამბებია ჯერ არ დაწყებოდა. ნოსტალგია სასტუმროები შეიცვალა და მთელი ამბები და საჭმელი. ხო, ძალიან ისე იწყება, მართლა ცხელი. ნორვეგიელები ვიკინგები ჩავიდნენ, თავის საჭმლით ჩავიდნენ. შეფებით და თავისი შეფებით და საჭმლით, ხო, სადაც 600 კილო ხორცი ჩაიტანესა და. ხო. მთელი ამბები აქვთ, მოკლედ იქ გუნდებს ჯერ თავიანთი პრობლემები აქვთ. ნოსტალგიურად იწყება ხოთა შორის 2010 წელს როგორც გაიხსნა მექსიკა სამხრეთ აფრიკით. ბაფანა დაბრუნდა 16 წლის მერე და გახსნიან ნოსტალგიურად და ძალიან საინტერესო თამაში იქნება ჩემი აზრით. მართალია შესუსტებულია მექსიკაც და სამხრეთ აფრიკაც, მაგრამ მაინც საინტერესოა რა. კი, თან საინტერესო ჯგუფიც არის რა, იმიტომ რომ თითქმის ერთი დონის ვერ იტყვე ჩეხეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა. გამოკვეთილი ფავორიტი მაინც არ არის. ხო, აი გამოკვეთილი ფავორიტი რომ პირველ ადგილზე შეიძლება უფრო სამხრეთ კორეას ქონდეს და ჩეხეთს, ხო. მაგრამ აი მესამე ადგილისთვის კარგი შეიძლება ვიხილოთ. პირველივე თამაში. ხო, სამხრეთ კორეა, ნუ სამხრეთ კორეას მაინც ძალიან ისეთი გამორჩეული მოთამაშეები ყავს. ბოლო-ბოლოს სონი ყავს და დაცვაში სკუდეტოს მომგები კიმინჯა ეყავს, ნუ კი, მთელი ვულზის ფორვარდი და მოკლედ მთელი ამბები. კი, არა, ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავს სამხრეთ კორეას და პლეი-ოფშიც რატომაც არ შეიძლება. თან მანდის ხო არის მესამე ადგილოსნები გადიან. 12 ჯგუფი და 8 გადის, ანუ თითქმის ყველა მესამე ადგილოსანი. მექსიკასაც რეალურად შესუსტებული არა, უფრო შეცვლილი შემადგენლობა ყავს ბოლო მუნდიალის მერე, თორე რეალურად მექსიკაც ძალიან ისეთ საინტერესო ყავს ხოთა შორის ჯილბერტო მორა, თუ გაგიგიათ, მაგარი ტალანტია ძალიან. და აი საინტერესო იქნება მაგიტებსა დაკვირვება და ეხა ის პერიოდია რომ ვიღაც თავს გამოიჩენს და მე დიდფასად გაიყიდება და აი ტრამპლინია ეგრეთ წოდებული ეგ სოფლიო ჩემპიონატის მაგის მუღამიც არის და ეგეც საინტერესოა. ხო, ეგეთი ახალგაზრდები თუ შექმნიან ზოგადად ამ სოფლიოს, უფრო საინტერესო გახდიან, უფრო უკეთესიც იქნება რა. ხო, თან ანუ პლეი-ოფში იმდენი გუნდი გადადის, ეხლა წაგან ვახსენეთ, აღარ ჩავეჭერეთ. რამდენიც ფაქტობრივად იყო წინა სოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფზე რა. ხო, ჯამში. ხო,
ჯამში. ხო, ეგრე დაახლოებით კი არა, მგონი ეგრე გამოდის ზუსტად. მოგწონთ ახლა. არა, ჩემს მე არ საზრდოობა მინახავს და 48 გუნდია და მე რომ მესამე ადგილოსნებს რო გადიან ეგეც რაღაცა ანუ მაშინ ჯგუფურ ეტაპს მუღამს უკარი გავედი ჯგუფურ ეტაპს კი არა მე იმის ესე ვთქვათ მუღამით მეკარგება ნელ-ნელა რომ ნაკრები რომ მოხვდება შემდეგ იმაზე იმედია რომ მოხვდება 30 წლის სოფლიოზე აღარ მაქვს ისეთი ემოცია აღარ მექნება ხო მიუწვდომელ რაღაცას იღებ ხო აღარ არის აბსოლუტურად ხაზო სადაც კურასაოს მსგავსი გუნდები ხდებიან აბსოლუტურად აღარ მაქვს განცდა რომ მიუწვდომელია და ჰაიტი და ერაყი და უზბეკეთი და ნუ ბოლო ირანი მოხდა რომელიც ირანზეც თან ისეთ განსაკუთრებულ რა თქმა უნდა ის ახლა პოლიტიკური იმაზე ორი აზრიც არა არ უშვებენ ამერიკაში მარტო თამაშის დღეს ჩავლენ და ჩამოვლენ უკან მექსიკაში დაბრუნდები. სიგიჟია იქ ხო. ირანი შეიძლება ესეთი მოტივირებული იყოს, რომ თან ახლა ჯგუფსაც რო ჩახედო, ეგვიპტე, ახალი ზელანდია და ბელგია. შეიძლება პირველ ადგილითაც კი გავიდეს. არა ბელგია ახლა. სუსტია ბელგია. იმის გულისხმობ, რომ სუსტია კი და აი ეგ შანსი შეუძლია თავისი მუხტით გამოიყენოს. გავა, მაგ ჯგუფიდან წესით ირანი უნდა გავიდეს. მე მგონია რომ აუცილებლად. არ ვიცი. მე მგონია აუცილებლად გავა ჯგუფიდან. მაგაზე აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ექნება თითქმის ყველას ალბათ რა რამდენი გულშემატკივარიც არის მსოფლიოსი ზოგადად იმდენი განსხვავებული აზრი იქნება ირანზე იმიტომ რომ ნუ ჯერ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ პოლიტიკურად უყურებს ყველა სხვადასხვანაირად ძალიან ბევრი რამდენადაც არ უნდა უყურდეს ფეხბურთი პოლიტიკურად სხვადასხვანაირად შეაფასოს მაგ ფაქტს რა მე მაგალითად მართლა არ მაქვს სურვილი საერთოდ რომ ირანი ვნახო ამ მსოფლიოზე იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ ფონზე პოლიტიკური მოვლენების ფონზე საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეხლა ფეხბურთი ანუ მართლა ეხლა 10000-ობით ადამიანი რომ იხოცება თან არასხვის გამო შენი პოლიტიკის გამო შენი ხელით რო კლავ ამ მე მოთხოვნაც აღარ უნდა გქონდეს რეალურად რომ იგივე წესებით ითამაშო რა წესებითაც თამაშობს მასპინძელი თუნდაც თან ამერიკაში როა კიდე უფრო ამძიმებს ეგ მაგრამ კი სასტუმროში ვართო და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში არის ირანის გუნდი იმაში რა ქვია მექსიკაში ხო ეგეც სასტუმროში მედია არ დადეს BBC-მ დაწერა რომ 3 ვარსკვლავიანში უფრო ბედნიერები ვართ ვიდრე 5 ვარსკვლავიანში ირანიო და ხო ირანის წარმოუდგენელია როგორ იქ კომაგობა როგორ იქნება და მოკლედ ერთიანობებია მან მაგრამ კი ეგეც შედეგი ნამდვილად საინტერესოა ირანისაც კი ყველაზე ხო მიდი ყველაზე საინტერესო ჯგუფი აქედან ალბათ ამ სოფლიო ჩემპიონატიდან არის შვედეთი, ნიდერლანდები, ტუნისი, იაპონია. აი იმიტომ რომ ტუნისია ხოჭე. არა, მე მგონია რომ პირიქით. მე მგონია რომ შვედეთი ჩარჩება ამ ჯგუფში. იმიტომ რომ ტუნისს ყავს ძალიან მაგარი გუნდი მართლა. და იაპონია, ნუ ეხა იაპონია, ნიდერლანდები. რა შედეგები აქვს ვინმეს გახსოვთ საერთოდ ტუნისის? არ ვიცი, მაგიტომ მაინტერესებს. ხო და ბოლო თამაშები მაინც მაინტერესებს. ტუნისის შემადგენლობას ტოპ 5-ის ფეხბურთელი ყავს აბსოლუტურად ყველა. აჰა. კი. ანუ აბსოლუტურად ალბათ ლიგა 1-ში შეიძლება მე გუნდურად რამდენად მოქმედებს ხა ჩვენც რა ნაკლები ვართ ხა საქართველოს ნაკრები დაკომპლექტებულია ლიგა 2, ლიგა 1, სერია A, ლა ლიგა 2 პორტუგალიის დივიზიონი, პრემიერ ლიგა, შვედეთს რაც უნდა კაი შემადგენლობა ყავდეს, ჯერ საკვალიფიკაციო საზღვრად ჩაატარა. ბოლოთა კი ერთა ლიგა მოიგო და მაგიტომ მოხდა, მაგრამ ეხლა ბოლო თამაშებით ძალიან ცუდად ჩაატარა. კი, შვედეთი აუთსაიდერი მგონია, ერთ-ერთი აუთსაიდერი ყავს ცნობილი და რავი, ისაკი ოკერეში. რაღაც მგონია რომ რაღაცასაც ინახავენ ეგრე საფრანგეთმა წააგო ეხლა ამ ხანაგური არა, კიდე ვინ არის მაგ ჯგუფში? ამ ჯგუფში თუ ესპანეთი მაგ ჯგუფში არა ამ ჯგუფში შვედეთი, ნიდერლანდები, ტუნისი და იაპონია. ანუ ნიდერლანდებსაც წაგებული აქვს. არა, ნიდერლანდებმა პრეი თამაში. მარტივად მოიგებს. იაპონია უმაგრესი ნაკრებია. უბრალოდ მიტომა არ ყავთ. მაგრამ ძალიან ბევრი ლიდერი არ ყავთ ფორმაში. ეგეც არა. მე მგონი რომ მაინც იაპონია გავა მაგ ჯგუფიდან. იაპონია გავა, მეც იგი. ასე თუ ისე იაპონია მაინც ისეთი გუნდია რომ სულ კარგად გამოდის. რამდენადაც ესე უხეშად ვთქვათ ანდერდოგი არ უნდა იყოს. მაინც ისეთ შედეგს განახებს, რომ თითქოს არც არის გასაკვირი. ხა ბოლოს გერმანიასთან ისეთი თამაში ითამაშეს იქ წინა, ხო, არა ძალიან ისეთი. გამორჩეულად საინტერესო გუნდია იაპონია. მართლა. ნუ ჯერ ერთი ისედაც ფეხბურთის ბიუჯეტი 2022 წლის მსოფლიოს მერე ფეხბურთის ბიუჯეტი გაათმაგეს. ნუ ხა აი არ ვიცი. წარმოუდგენელია ვიყავს თან ხალ, ანუ ჩვენთან რო ვიაზრებ, რომ ჩვენი ბიუჯეტი ფეხბურთის 10 ჯერ მეტი რო იყოს,
წესით არიგით, ხა მე სადაც ხოვრობ, საბურთალოზე, დოლიძის ტერიტორიაზე მინიმუმ 5 სტადიონი უნდა იდგეს. და ეხლა იაპონია კვარაცხელია ალბათ აღმოჩენილი იქნებოდა. კი, როგორც მინიმუმ და შეინახავენ კოლბებში კარგად და იქ, იაპონიაში ძალიან ისეთია რა, ეხლა წინაა. ჯერ ისედაც რა ბიუჯეტი ქონდა, წარმოიდგინე რამხელა და მე 10 ჯერ მეტი ბიუჯეტი. ნუ არა ძალიან მაგარი გუნდია იაპონია ზოგადად. საინტერესო. იქ ფანების კულტურა ყველათა მერს მე დასუფთავება ის. კი, არა, იაპონელების მასპინძლობა, ზოგადად მე ნებისმიერ ქვეყანაში ალბათ ფედერაციის წარმომადგენელი ვიყო, გამიხარდება და სიამოვნებით უგულშემატკივრებ. 2018 წელს ბალონ დორის დაჯილდოებაზე მახსოვს ფანების იმაზე ცერემონიაზე, ანუ ფანების დაჯილდოებაზე იაპონელებს გადასცეს ჯილდო რა. და აი მაგიტო გადასცეს, რომ ყველაზე კულტურული და არა, კი, ნამდვილად, ზოგადად ის აქვს რა. მაგალად გააზრებული აქვს ეგ რომ ჯერ ადამიანური კულტურაა, გულშემატკივრებთან მოპყრობაში, აი ის რო აქვს ხოლმე მწვრთნელებს რო ხო იცი ის წესები ვარჯიშზე დაგვიანება და რაღაცები და ფაინები რო წერია ხოლმე. გუნდების ხო და ანუ ის არის იაპონელების მწვრთნელს მაგალითად ვიცი რომ უფრო ქცევისადმი აქვს ეგ ეხლა წინაზე FIFA-ს ედო თვითონ მაგაზე პოსტი რა წესები აქვს სასტუმროში გამოკრული იაპონიას რომ არ შეიძლება რა პირველ რიგში რა თქმა უნდა დანაგვიანება მე ყოველდილით რო თავიანთი სივრცე უნდა მოაწესრიგონ და არ აქვს უფლება რომ პრეტენზია საჭმელზე გამოთქვან აი ეგ არის ყველაზე დიდი რაღაც რაც მინახავს ეგ ფეხბურთელებიც იგივე კულტურიდან არიან შეგნებაც ხო რა მაღალ დონეზე აქვს კი ხვდები რომ ზოგადად ეხლა მეც მაგალითად რომ ეხლა ნუ ჩოგბურთს თამაშობ თელი ცხოვრებაა და ვიცი რას ნიშნავს რომ მთელი დღის დაღლილი და მაგალითად კიდე დილით ადრე რო დგები და კიდე კორძე რო ხარ გასაქცევი ხვდები რომ ეხლა მაინც და მაინც ეხ სასიამოვნო პროცესი არ არის შენი სივრცის მილაგება მე რაღაც ნებისმიერი საჭმლის ხო და ნუ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭმელზე რომელიც მე მოედანზე გადადის რა და ეგა ძალიან მაგარია კი არა მოკლედ ნუ იაპონიის თემას ჩავაჭირე კი იმიტომ რომ მართლა პირადი სიმპათიები მაქვს იაპონიის მიმართ რა ხო მე მგონი ისეთი ნაკრებია რომ ჰეითერი არ ყავს რა ესე თქვა და როგორ სულ ამას ფორმები ჩინელები ყავთ თავარი ფავორიტები მგონიათ ამ ტურნირის ტოპ 3 არ გვინდა მაგაზე რა მე ვიტყვი მასში პირველი ბიჭო არგენტინა მგონია ისევ მაინც მე ცალსახად მგონია რა ფორმებში ანუ მეზიზღება პირდაპირ ვიტყვი არგენტინის ნაკრები მაგრამ რომ ფავორიტი არის აუცილებლად აი როგორ თამაშობ როგორ ხუხეშა მე პირადად აი არ მიყვარს და თან ხო რაღაც мотиваციაც გქონია შარშან კი 22-ში მუნდიალზე რომ არგენტინა არ ყოფილიყო ეგეთი როგორიც იყო ეგ მუნდიალი არავის არ ემახსოვრებოდა იმიტომ რომ აი ნიდერლანდებთან ეგ ხო ნიდერლანდებთან ეგ ლეგენდარული მარტო ეგ ხო არ არის მაგრამ ზოგადად გეუნები ანუ აი ისეთი აი არ მიყვარს რა კი გასაგებია მაგრამ ფეხბურთი არიან საფრთხე ამერიკული ქვეყნები მაგრამ ეგრე არ თამაშობენ როგორც არგენტინა მაგრამ ეგ იმას არნიშნავს რომ რაღაცა უფრო შეკრული გუნდია არა ზოგადად ძალიან განსხვავებულია სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისგან არგენტინა რა აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის არგენტინა და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი ეხლანდელი არა კი ეგ ის არის სისულელეა აბსოლუტურად იმიტომ რომ არგენტინი ზოგადად არგენტინულ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი და კოპა ლიბერტადორესი და სუდამერიკანა და აბსოლუტურად ყველაფერი რაც სამხრეთ ამერიკას ეხება ну სხვა კულტურაა იქ მიდის მოსაგებად იბრძვის ყველა იქ არავის არ აინტერესებს 1-0 მორჩება თუ 6-5 ეგ არის ფეხბურთი რა ხო მე არ მომწონს კი არა იქ გულშემატკივრო სხვა კულტურა არგენტინას ეხლა ამ არგენტინას ეს კულტურა ერთადერთი ვისაც მართლა ვატყობ რომ დღემდე შეუძლია ერთადერთი არა ორია ასეთი ეხლანდელ იმაში არგენტინის ნაკრებში იმიტომ რომ დიმარი აღარ ყავთ არის მესი და როდრიგო დე პაული ну იმიტომ რომ ამათმა რამდენადაც დონეებს შორის საფეხბურთო დონეებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს როდრიგოს და ლეოს შორის აი კიდე მყავს ერთ ვარიანტი დასვაში ხასიათებით ну კი მაგრამ მეზიზღება რომერო მაგრამ ეგ ტიპია რა არა არის კი უბრალოდ ну ამათ მაინც სხვა ისა აქვს რა იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რაც მოხდება რომ ეხა ვიღაცა რომელიღაც გუნდი მაინც ხო იქნება რომელიც ეხა მესის პირდაპირ 4 და 5 მოთამაშე იცავს ანუ კვარაცხელიაზე მაქვს ბოლოს ეგის და მე მაგაზე ვიყავ მთელი წელი დაშოკილი რომ კვარა მთელი ყველა მწვრთნელი არსენალის მწვრთნელი არტეტა დგას და 3-4 კაც ახვევს იმას ერთ ფონდ თამაშს დაუდგა რა იქვე რა და იგივე მოხდება წელსაც და
აი ნებისმიერ უხეშობაზე აგერ ნახეთ 4-5 ჯერ მაინც იჭხუბებს როდრიგოც და ლეოც. ძალიან კაია. მესის გამო თამაშობს მუნდიალს რა. ხო და აი თვითონ ლეოსაც ძალიან უხდება ეგ ბოლო პერიოდი. აი ზოგადად ეხ სანამ კაპიტნის სამკლაურს მოირგებდა სხვანაირი იყო აბსოლუტურად წაიქცეოდა რეაქცია არ ჰქონდა ძალიან წყნარი. გამოყვებით მან. იმიტომ რომ მესი იყო ჩემი აზრით სულ ეგ bad boy, პროსტა უბრალოდ მესის როცა გუნდი არ ყავდა უკან. აი მის უკან როცა არ იყო გუნდი ისეთი რის გამოც შეეძლო რაღაცეებს რომელ ბარსელონაზე გვაქვს? არა, აი მესი არ იყო ლიდერი 2022 წლამდე ნაკრებში. არა, ნაკრებში კი არა, საერთოდ არ სად არ იყო. ხო მე PSG-მდე არ მინახავს. ედინსონ კავანისთან ჩხუბი მახსოვს მარტო. ადამიანი, ვინც ეგ გუნდი გაწუხნა. იმიტომ რომ წვრთნელი არ ყავდა და წვრთნელის გარეშე ათამაშებდა არგენტინის ნაკრებს ლიონ. ხო, მაგრამ ეგ მწვრთნელის ფაქტორიც არის ის, რომ მე გუნდმა ითამაშოს ხარისხიანად. იმიტომ რომ მესი ისედაც ხო ყველამ ვიცით აბსოლუტურად რომ ნუ კაი ვიღაცები არ დაგვეთანხმებიან, მაგრამ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ინდივიდუალური მოსაზრებით. ან კარგი ვთქვათ, რომ თუ მეორე გადმოსახედიდან შევხედავთ, კარგი, ტოპ 2 საუკეთესო მოთამაშე, ნუ რონალდუსაც თუ ავიღებთ, მაინც ეხლა მე არ ვემხრობ, მაგრამ პატივს ვცემ იმათ აზრს, ვინც ამას ამბობს არგუმენტირებულად, კარგი. მაგრამ ინდივიდუალური თვალსაზრისით მესი იყო ზუსტად ეგეთი მოთამაშე ბარსელონას გვარდიოლას დროინდელი მესი რაც მახსოვს. წაიქცეოდა რეაქცია არ ქონდა, ფეხში ურტყავდნენ პირდაპირ რეაქცია არ ქონდა, ხუთ მოთამაშეს დაასწრებდნენ რეაქცია არ ქონდა, მწვრთნელი ეჩხუბებოდა რეაქცია არ ქონდა. არაფერზე რეაქცია არ ქონდა ამ ადამიანს, მიდიოდა თავის საქმეს აკეთებდა. ეს ლიდერის მატერიალი, რასაც ვეძახით, აქვს გამომუშავებული 2021-22 წლიდან, სადაც ნუ აი პირველი რომ სკალონისთან დაიწყო მუშაობა და მე PSG-ში ის პერიოდი როცა დაემთხვა, რომ უკვე მოვიდა ენრიკე და ენრიკეს ნუ ხასიათები ყველამ ვიცით, რომ ნუ 11 ლიდერი უნდა სტადიონზე რა, მეკარის ჩათვლით. ძალიან შეიცვალა მესი მაგის. თავისი აზრი აქვს რა. მაგას თუ ჩავაჭირეთ ახლა. ხო, არ ჩავაჭირეთ მაგას. ხო, არა, იმას ვიდათ, რომ პუიოლი მალდინის ხასიათი უფრო მიიღო, ეხლა ბოლო პერიოდში ვიდრე კაპიტანის ხასიათი მიიღო, ეხლა რეალური ნამდვილი კაპიტანის ხასიათი. ხო და ეგ მაგას ვიდახი, რომ როგორც თქვათ ინიესტას იმ პერიოდში კაპიტნობის დროს უწყობდა ხელს ჩავიდა უკან ბუსკეტსი, ეგრე არის დღეს დეპაული რა. ისევ თუნდაც მართლა მასავის. მე წინახმებით ეხლა იმაში, რომ ეს აგრესიული გამოხატვა კაპიტნობის შეიძლება არ ქონია, მაგრამ ლიდერული თვისებები შეიძლება მოედანს გარეთ რაღაც მომენტებში ძალიან საჭიროა კაპიტანს რო ქონდეს. აი ეგენი ჰქონდა სულ რა. ნუ რაღაც ჰქონდა მაგის გამო რაღაც არაფრიდან არ ჩდება. სხვა მიმდინარეობებში ჰქონდა ეს ლიდერული. მაგმიზეზის გამო, მაგმიზეზების და არა გამო არგენტინა ისევ თებელა აიღოს და გადააგდოს და ნუ რაღაც. ხო, მაგმიზეზების გამო არგენტინა ისევ მგონია ტოპ 3 ფავორიტში. ერთი კი, არა, არის რა თქმა უნდა. საფრანგეთი შემადგენლობიდან გამომდინარე და იმის გამო რომ მოგებული აქვს და ფინალი აქვს თამაშები და აი ესპანეთი და კი მეოთხეც. არა, რა თქმა უნდა, არის მეოთხეც, ხა მეოთხე რო არ მეხუთეც არის და წავალ ამ პოდკასტიდან და გტოვებთ ესპანეთი, პორტუგალია და ინგლისი. ინგლისი და პორტუგალია. იმიტომ რომ ინგლისი ყავს მოკლედ ჩემი არსად არ მოხვდა. შენ რა ხორვატია გინდა? არა, ხორვატია ხ ფავორიტი არაფერ შუაში არ არის. არა, მე ბრაზილიის მაქვს ხა რა. არა, მე მგონია რომ ფავორიტი ბრაზილია. ვისაც მოსაგები აქვს და მგონია რომ ვერ მოიგებს, ეს არის პორტუგალია და ვისაც მოსაგები აქვს და მგონია რომ აქვს შანსი და შეიძლება პორტუგალია ისეთი განწყობით გამოვიდა, მიმდენი ფაქტორია. ერთი ის რომ რონალდო ყველა ამბობს რონალდოს გამო 10 მაგათ ვითამაშებთ და მეორე ფაქტორი არის დიოგო ჟოტა. ნუ დიოგო ჟოტა ეხა შენ კი მიცნობ ეხა საკმაოდ დიდი ხანია და იცი ჩემი დიეგოს ადმი დამოკიდებულება და ყველაფერი, მაგრამ აი არ მინდა რა პორტუგალია. არ გინდა ეგა ერთია, მაგრამ ჟოტას გამო და კრისტიანოს გამო აი გაშმაგებულები ითამაშებენ გოლი. ჟოტას გამო მეც მოვიკლავდი თავს მართლა. მეც მოვიკლავდი იქ რო ვიყო. ყველაფერს დავდები. და კრისტიანო მყავდეს და ჟოტას ამბავი, ჟოტა ჩემი მეგობარი ყოფილიყო, გავგიჟდებოდი მოედანზე. ყველაფერს გავაკეთებდი და არა კი. დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნება და მაგის გამო ფავორიტებში შევიყვან პორტუგალიას. ანუ 10 მიზეზი მაინც იქნება პორტუგალია სადაც უნდა მოიგოს საფრთხე. კი, ანუ ლივერპული რო ვიყო მარტო დიეგოს გამო მეღირებოდა უკვე რო სტადიონზე 101% გავაკეთო, მაგრამ
აი პორტუგალიელი რო ხარ, მთელი ოჯახი რო გესწრება დიეგოსი და ზუსტად. დიეგოს ძმაც იქაური იყო და ნუ კი იცით ახლა დიეგოსთან ერთად დიეგოს ძმაც დაიღუპა და საუკეთესო. პლიუს კრისტიანოს ამბავი მოქმედებს. ახლა ნუ კაცმა რამდენი მსოფლიო ჩაატარა და პლეიოფში გოლი კი არა ასისტი არაა გაკეთებული. პრეასისტი არაა გაკეთებული. ეხა იქ დრო. ძალიან შორს არის ჩემთვის აი ის რაღა იმ დრო ის პერიოდი სადაც არაფერ შუაში არ იყო ეს мотиваცია ის პორტუგალია ძალიან შორს არის ამ პორტუგალიისგან რა ძალიან დიდი და სხვაობა შემადგენლობითაც ბიჭო ეხა ყველაზე ძლიერია ვიტინია ვიტინია, რა ნებისმიერ ვიტინი არის შუაობაში. სოფლიო ნახევარდაც ყავს ვიტინია ბრძოლი. პედრი რა პედრი იქით და ვიტინია აქეთ ორი საუკეთესო მე მან ნევეში ყავს და წეკავს ბრუნო ფერნანდეში. ნახევარდაცვა ყავს ისეთი რომ მაგაზე კარგი ნახევარდაცვა წყალეკო, შეიძლება აი ვის მე არ არის ამ სოფლიო არა მაგაზე კაი აბსოლუტურად არავის არ ყავს იქ რუბენდიაში ყავს მე დაცვაში. ნუნუ მენდეში ყავს. მაგრამ ჩვენ მოვუგეთ ჩვენ პორტუგალიას მოვუგეთ. ხო, ეგ რა. გადავახით ვერაფრით ვერ გავიხსენე და ვერც ჩავრთე რომ მეყურებინა რაღაცა ვერ ნახე უცებ ო მე შემადგენლობა და არა შემადგენლობა ვერ ნახე ვერაფრით რა და ვერ გავიგე მაშინ ყავდა თუ არა ვიტინია იმაში შემადგენლობა არ იქნება. არ ყავდა მე მახსოვს რომ არ ყავდა შეგვიძლია გადავამოწმოთ მაგრამ მე ნახე შენ მახსოვს მაგრამ რომ გადავამოწმოთ შენ ნახე მანამდე და ჩვენ მივადგეთ ახლა ინგლისს. არ მაქვს ინგლისის იმედი და შეგიძლია არა გადაახტე ინგლისს აი ნახე იმელი არც მე მაქვს და აი ტუხელის არ გაგიკვირდათ ნაკრები არა მაგაზე ვიძახთ. არ გამიკვირდა იმ მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ ტუხელი ზოგადად არანორმალური სტრატეგიებით არის აი ყველგან ეგრე მიდის და რაღაც საოცრად ხო მაგრამ ჩელსიში რაც მაგან გააკეთა მე ტუხელი ძალიან მიყვარს. არა ჩელსიში რაც მაგან გააკეთა ის მთელი არ ვიცი რასა კოლექცია დაიწყო ფეხბურთი ანუ ძალიან მაგარი თამაშები ჩაატარა და აი ჩაგდება დაიწყო იქიდან აი ეს კოლექციის შეგროვება რო დაიწყო ფეხბურთელების ნუ ეგ იყო აბსოლუტური მარაზმი ანუ რამდენი ფეხბურთელი იყიდა მაგ პერიოდში არ ყავს ვიტინია მე არ ყავდა ხო ტრენტი არ გამოიძახე. არა ტრენტის არ გამოძახება რომ უკვე დანაშაული რაც არ უნდა ქნას კოლ პალმერი გამოიძახა ტრენტი მოიც მივიდეთ. ტრენტი არ გამოიძახა. ყავს იქით ხო მაგრამ ბიჭო ტრენტი არ გამოიძახა. მაგუაიერი რაც არ უნდა ის იყოს ჩემი აზრით მაგუაიერი აუცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცენტრალური მცველია ამ თან ნაკრებში სულ მაგარ თამაშობს. მეც ეგრე მგონია სოფლიოზე ზოგადად ევროტურნირებზე ზოგადად რა ნაკრებში. წელს მანჩესტერში მაგარი მაგუაიერი არ გამოიძახა. ბიჭო კი ყავს საყრდენები თუმცა ერიკია ძალიან მაგარი რეალურად რომ მაგუაიერიც და ყველა იძახებს ჯორდან ჰენდერსონს რომელიც არ მისმის შენ პატრიოტიზმზე ჰენდერსონი ადამ ვორტონი არ გამოიძახა. ლიდერის ფაქტორი ინგლისის რო ყოველ საქმე აი ეგ ფაქტია ეხლა კაი კოლდ პალმერ კიდე გავიგე მაგრამ მაგრამ პალმერიც რო არ მიყავს ეხლა ვიღაცა უნდა ყავდეს რა ისეთი აი რაღაცა იქ ვინც გამწარდება ნონი მადუეკე მიყავს რაც არ მისმის აი იცი რა არის მადუეკეც აბსოლუტურად არაფერ შუაში პალმერი და ფოდენი არ მიყავს და მიყავს მადუეკე ვიღაცებისგან იყო და არგუმენტი ვიღაც ფორვარდი არ წაიყვანა კიდე ვერ ვიხსენებ ეხლა ტოუნი წაიყვანა ვიღაც არ წაიყვანა ვერ ვიხსენებ ხო მე ფილ ფოდენი არ მახსოვს ფოდენი ფოდენი წაიყვანა არ წაიყვანა და ნუ ტოუნი მიყავს სტოუნსი გამოიძახა კიდე სტოუნს რომელიც არ უთამაშია სტოუნს რა არ უთამაშია სტოუნს პიკფორდზე არისო რომ არის ის ვინ დადგება იმაში რა ქვია ეხა იმის პიკფორდზე კი არა და რა ქვია ეხლა რო არის იმაში პრემიერ ლიგის მეკარე ინგლისის ეხლა მთავარი მეკარე ვინც არა ხო მაგრამ ხო იმას ქნა რა ქვია ხო პრეს კონფერენციაზე ვიზეთ ხო ვერ ვიხსენებ ტრაფორდი ამბო არა ტრაფორდი არა პოუპი მესამე მეკარედ მიყავდა და ძირითადში ვაყენებ ხო პოუპი ყავს გამოძახა არა ძირით მესამე მეკარე ყავს რომელზეც იძახის რომ ძირითადში ვაყენებ ტრაფორდი ყავს გამოძახებული პიკფორდი და ვიღაცა მესამე პოუპი არ გონია პოუპი არ გამოიძახა ხო აი ეგა გასარკვევი ხო მესამე მეკარეზე ხო რომ პირველი თამაში ისა ჯგუფურ ეტაპს ითამაშებს პირველ ეტაპს ითამაშებს ძირითადად არ გამოუძახებია აუ მიყავს გამოძახებული აი იმაზე რა ქვია ჟურნალისტსაც რომ ეჭხუბა თუ ეკამათა ხო 딘 ჰენდერსონი ყავს მესამე მეკარედ და ძირითადად წავიყვანო ხო კრისტალ პალასია ხო ხო პიკფორდი როგორ უნდა ჩააყენო კავშირი არა მე ძალიან მომწონს იმის იდეა რომ ინგლისის ნაკრებში მეკარის როტაცია მოხდეს მე ძალიან მომწონს ეგ ფაქტი იმიტომ რომ ინგლისი იმდენი მეკარე ყავს ოღონდ იმდენი გაფანტული მეკარე ყავს იქით პიკფორდი მაინც ბიჭო პიკფორდია რა
ძლიერი. არა, ძლიერი აბსოლუტურად, მაგრამ ნუ პიკფორდი ეთყობა საერთოდ სხვა პიკფორდი. ასაკიდან გამომდინარე პლეი-ოფისთვის ინახავს, რომ მაგიტო ვიძახი, იმიტომ შეიძლება მე ათამაშო. პრეს კონფერენციას მეც თორმეტ პირდაღებული წელსა არ უყურებდი, არის ჯერ დიდი. იმის გამო, რომ პრეს კონფერენციას რო იმ ინფორმაციით ვიწყებ და იმას რო ვიგებ პირველი რომ არა მაგვაიერი, არა პალმერი, არა ფოდენი და არა საერთოდ ანუ შემადგენლობის ნახევარი არ არის, ძირითადი შემადგენლობის ნახევარი არ ყავს გამოძახებული და უცებ იქამდე მიდის, რომ სადაც აწუჩი იმას იწახის, რომ პირველი და მეორე მეკარე, ჩემს არ არის ეხლა პრიორიტეტი ძირითადი შემადგენლობის გამოყენება ჯგუფურ ეტაპს და მესამე მეკარით დავიწყებ და მაგას და რა არის იცი კიდე სიგიჟე არგუმენტი გავიგე ეგეთი რომ შეიძლება იმიტომ არ წაიყვანა ეს ზემოხსენებული პრობუთელები რომლებიც ჩვენ გული დაგვწყვიტა არ გამოძახებით იყო ტაქტიკა რომელიც არ გეტყვი რა რომელიც ტუხელის გეგმაში არ შედიან მაგრამ მანდვე იყო 2022 წლის არგენტინის ნაკრები სადაც დიბალა საერთოდ არ თამაშობდა სოფლიო ჩემპიონატს თუმცა გადამწყვეტ მომენტში გამოვიდა დაარტყა პენალტი და მოიგო სოფლიო ჩემპიონატი პალმერი არის ზუსტად ეგეთი კონფიგურაციის ფეხბურთელი და ჩემი აზრით დიბალა არის როგორი რაღაც ეხა იცი ინგლისმა მართლა პიკფორდი რო არ წაიყვანოს იგივე რაღაცა არის ეხლა იმის არ წაყვანა რა ქვია დიბალას არ წაყვანა ეგეთ მომენტში და მით უმეტეს შეყვანა ეხა იცი როგორი ამბავი პენალტების სერიაზე რაღაცა 3-3 რო იყოს ანგარიში და პენალტების სერია რო ინიშნებოდეს და პიკფორდი არ ყავდეს შემადგენლობაში ჯამრთელი პიკფორდი იგივეა დიბალას არ შეყვანა მაგ მომენტში არა პალმერი არის ფეხბურთელი რომ ეგეთ დროს შემოიყვანა არიცი პალმერი არის ყველაზე არა სტაბილური მოთამაშე არასტაბილურებს შორის ყველაზე მაგარი მოთამაშე ჯერ წარმოუდგენელ ამბავ აი სოფლიო ოღონდ საკლუბო სოფლიოზე ფინალი ნუ არ დახურა რა ევროპის ჩემპიონატზე მაგან არ გაიტანა შემოვიდა სკამიდან და გაიტანა ეგრევე გაათანაბრა არა თამაშობდა არც იმ ევროზე არ თამაშობდა არა ნორმალურად მაგარი მოთამაშეა კოლ ჩემი აზრით ბუკაიოს საკაზე ბევრად კარგი მოთამაშეა და მით უმეტეს იმის ღირსი არაა რომ მადუეკე წაიყვანო და კოლპადერი არ წაიყვანო ტუხელს მე ესე ვიძახი რა ეხლა არ მჯერა ამ ინგლისკი არ საერთოდ ინგლისს არ მჯერა მე ბოლო რავი რაც უყურებ სოფლიოს იმის მერე მე არ მჯერა ბოლო ინგლისი ალბათ რომლისაც დავიჯერებდი იყო სტივი ჯის პერიოდი შეიძლებოდა იქაც ამის აბსოლუტურად არა ტომას ტუხელი ძალიან მიყვარს განსაკუთრებით აი იმ ჩელსის სასტარტო პოზიცია რაც იყო ძალიან მაგარი იყო უბრალოდ ამ პერიოდში მე ინგლისის და მით უმეტეს ინგლისთან ერთად ტუხელის საერთოდ არ მჯერა. ტუხელი წარმომედგინა უფრო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. არა, შურს არ გვინდა, არ გვჭირდება. მე მგონია რომ უკეთეს შედეგს დადებდა, იმიტომ რომ ტუხელი და მბაპე მაინც ის არის რა, სამყარო აბსოლუტურად. და გავა მსოფლიო ჩემპიონატი მორჩება, საფრანგეთი ვერ არა, ზიდანი უკვე გადასტურებული ამბავია. ნუ ხო. ხელმოწერილი ამბავია. კი, არა, ზიდანი იქნება. მსოფლიოს მერე უეჭველი მოდის. დეშამზე მეზიზღება. კაი, მოდი ახლა მივადგეთ Dark Horse-ი ვინ გონიათ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ანუ underdog-ი ჩუმი. underdog არა ერთი ნაკრებს არ ვიცი ოღონდ თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მე ბრაზილიის ის ვარ მაქვს რა ბრაზილია აინც არ არის underdog-ი ბრაზილია რა ცოტა ისეთ ნაკრებზე ვიძახი აი მაროკო რო იყო წინა მსოფლიოზე ეგეთ შორს გავა ბოლომდე underdog-ი ურუგვაი ძალიან შორს გავა რა იმიტომ რომ ჯერ ერთი მაგათკენ არის მსოფლიო ჩემპიონატი მაინც მაგათ მხარის არის ევროპაში არ არის და არც აფრიკაში რა და მაგის გარდა მართლა ძალიან კარგი გუნდი ყავს რა. შეიძლება, კი. მე მახსოვს 4 წლის წინ მე და საბა ვიჯექით აქ და ყავდა მოწვეული სანდრო ცნობილაძე და მივტიროდით ურუგვაის გამოგდება 2022 წელს სოფლიო ჩემპიონატიდან და ზუსტად მაგას ვიძახით, რომ ალბათ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი ნაკრები გუნდი, რომელიც გვინდა რომ გასულიყო შორს, მოხდა ისე რომ საჯემა გაწირეს და ისე ვიგეთი რამე თუ არ მოხდა ხა გავა სამი გუნდიც გადის თან უეჭველი გავა. არა, ჯგუფიდან გავა. არა, ჯგუფიდან გასვლაზე საერთოდ ვერ უყურებ, არ ვიცი, მგონია რომ ისინი ჩარჩებიან, ვინც უნდა ჩარჩოს და ყველა გავა. მეოთხე ადგილზე ეხა არგენტინის დონის გუნდი, კაი, არ გვინდა არგენტინა, ურუგვაის დონის გუნდი, აი როგორი რაღაცა, ანუ არ რო დადგმენდა, არ ითამაშონ გავლენ ფრეებით მარტო. რო გახვალ პირველი ადგილით, ვინ გაწყობს და ვინ არ გაწყობს და ეგაა რა, შეიძლება გახვიდე, მაგრამ ნუ
უფრო ხო ხდები რა, პოზიციების გამყარებისთვის არის უფრო რა. მე მგონია ეგეთი underdog-ი და dark horse-ი ნორვეგია. ნორვეგია, კი, ნორვეგია მგონი. ჩემი პიკია ნორვეგია, მაგრამ underdog-ი ნორვეგია. იმიტომ რომ თქვენ კიდე იმდენად underdog-ებს არიძახით რამდენადაც მე ნორვეგია პირველად არის რამდენი ხნის მერე და არა ხო, მაგრამ ეხა სადნო ჰალანდი რო ყავს ყავს, მაგრამ მაინც პირველად რო ხარ რამდენი ხნის მერე მაგით. ან რაც გინდა ის ყავდეს და რა წარსულიც გინდა გედგეს. ხა ჰალანდი რო გუნდში ყავს, როგორი პასიც გინდა საჯარიმოში გაუშვი ყველაფერს გაიტანს. მაგრამ ასე ვთქვით, ხა რამდენი ხანი ნაკრები არ იყო სოფიას არა და ნორვეგია გავა. ნორვეგია შორს გავა. ნორვეგია არის დამშევ, თან ჰოლანდი დამშევ. რა საკვალიფიკაციო ჩაატარეს იტალია, ნორვეგია მაგრამ წერა. თან ხოიც რაღაც პერიოდი. ეს 3-4 თამაში არ გაიტანოს სპანიოლს. არ მახსოვს. გემახსოვრე მაშინ. ხო, ანუ ჰოლანდზე ეგრე ეგ აქვს რა ბოლო პერიოდი. ბოლო პერიოდი კი რა ცეტეში გადავიდა, ეგ აქვს რა 4-5 თამაში რო ვერ იტანს, ისეთი გაწესხლებული შემორბის. მაშინ არისო 3 თამაში არ ქონდა გატანილი და უცებ ის რაღაცა 4 გოლი რო გაიტანა და პეპმა რო შეცვალა მე. კი, კი. ჩემპიონთა ლიგის მეროდ ფინალი იყო ეგ და ადამშეულია 5 გოლი გაიტანა. აფრიკული გუნდებიდან ალბათ 5 გაიტანა ხო და მეექვსეზე არ გავუშვა. იმიტომ არ გავუშვა რომ მესის რეკორდი რეკორდზე მიდიოდა. და თან რო არა ძალიან ხო. ძალიან სუპერ გოლები გაიტანა რეალურად რა. არა ხო, მაგრამ ეგა რა ფეხბურთი. ანუ თუ იძახის არა მე ძალიან ახალი ფეხბურთი გევასება, ეხლა და გევასება ახალი მოთამაშეები. მაშინ ჰოლანდი რო არ გევასებოდეს, ნუ ისეთი რაღაცაა რა. სტრატეგიულად ტვინით იმდენად კარგად აზროვნებს ეს ბიჭი, რომ აი მილიმეტრებში არჩევს პოზიციებს, სად როდის და რანაირად სად უნდა შეყოს ფეხი, რომ იმას ქნას შეაგდოს ნებისმიერი პოზიციიდან გოლი. იმდენად მაგარი ათლეტია რა. ანუ როგორ შეიძლება აი იბრაჰიმოვიჩის მე მგონი გაუმჯობესებული ვერსიაც ყია, თუ მიმიხვდებით კარგად რასაც გულისხმობს. აი ერთადერთი რაც არის, რომ იმას არ უთამაშია ტოპ კლასის ფეხბურთი. და ამას არ უთამაშია ტოპ კლასის ფეხბურთი. ნუ აი ხო ეგ არის რა. თუ გაძვრა ხოლმე. სადმე ბარსა რეალის ბარსა რეალი პესეჟში თუ გაძვრა და ბარსას მაგრად და მაგის შენახვის თავიც არ აქვს მე მგონი. და არც ყიდვის თავის არა, თავიც. მე არ მინდა რეალში მართლა რომ გითხრა, არა მე მინდა რომ ბარსას მე უწურავ 1-3 წელი ამ წელს. არ ვარ ბარსას ფანი, მაგრამ ბარსელონა და ჰალანდი ჩემთვის არ ვიცი კომბინაცია. წამიგე პედრი რო ყავს უკან. იამალი ყავს. და რაფინია ყავს. ხო და შუაში რო ჰალანდი ხო, ნუ ანუ ლევანდოვსკი ყავს ორჯერ უკეთეს ფორმაში რა. 4 არა რა. პრაიმ ლევანდოვსკი გიდგას? ხო, ნუ პრაიმ ლევანდოვსკი გიდგას მაშინ ეგრე. ხო, იმიტომ რომ ლევანდოვსკი იგივეს არ შვებოდა და კართან იდგა და ყველაფერს იტანდა. რა 4 გოლი 5 წუთში და რაღაცა ოძრევები არა გაკეთებული. ლევანდოვსკი ხო. აფრიკული ნაკრებებიდან ვინ გონიათ ყველაზე შორს? ალბათ მაროკო ისევ? შორს სამხრეთ აფრიკა. არა, ყველაზე შორს ვინც შორს ვინც გავა სამხრეთ აფრიკა. მე მაგრამ ვიყვარს სამხრეთ აფრიკა. არა, გავა ვაფშე. მეორედან შეიძლება გავიდეს. არა, სამხრეთ აფრიკა ისეთი გუნდია რა, დარბიან რო ეძახით პოსტის ცხენები, ეგრე დარბი. სამხრეთ აფრიკიდან გონი ლანდია რა, ეს სამხრეთ აფრიკა. ისეთი არა, ხო, მაგრამ ძალიან პატარები ყავთ და ძალიან ახალგაზრდები და ახალგაზრდა აფრიკელი და ახალგაზრდა ბრაზილიელი შორის კი არ არის ერთმანეთისგან. ორივე ერთნაირები არიან, ტექნიკურები და სტრაფები. მოროკოს მოსტაერდან ძლიერი ნაკრები ანუ ფურცელზე მოროკოზე კარგი ნაკრები არ ყავთ. მაგრამ მაროკო ნახე გააჩნია სად განაწილდება, იმიტომ რომ ეხა იმასაც ხო გააჩნია ვიწყდები ეხა სამხრეთ აფრიკა არგენტინას შეხვდეს და მაროკო იმას რა ქვია კოდივუარ შეხვდეს ეხა რა თქმა უნდა რომ მაროკო უფრო შორს გავა. მოკლედ გავიდეთ ფინიშისკენ ეხა ჩვენ ნელ. ხო რა ყველა ნაკრები განვიხილეთ და ისღა დაგვრჩენია რომ არ ჩანს ესე რომ რაღაც დასამახსოვრებელი სოფლიო იქნება, მაგრამ იმდენ თემაზე ვაპარაკეთ და იმდენი საინტერესო რაღაცა გამოიკვეთა რომ კაი სოფლიო უნდა გამოვიდეს მაინც საბოლოო ჯამში. და ბარემ ის თქვათ რომ წინა სოფლიოსგან განსხვავებით ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყო ზამთრის პერიოდში უკვე თითქოს ხო და ეხლა ერთად უწევს ფორმულა 1 უიმბლდონის ჩემპიონატი. ეხლა იწყება ხო, ეხლა ეს მორჩება ეს კლუბი და მე უიმბლდონი იწყება და უიმბლდონი 24 საათიანი ლემანის ტურნირი და პლუს სოფლიო ჩემპიონატი. აი ამდენი სპორტული მოვლენა რავი. რატო გაუწდება? ილია თოფურია და არა, თოფურია, ლევან ჩოხელი და NBA-ის ფინალები მიდის. ცალკე ეს არის რა არ ვიცი, წარმოუდგენელი ერთი თვე. ამერიკაში მუნდიალი მგონია უცბად ერთ არგუმენტი და დავასრულოთ. მგონია ძალიან კარგი, იმიტომ რომ ინოვაციურია ძალიან. რა 94-ში ჩატარდა სოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში. Nike შემოვიდა, რეკლამები შემოვიდა ფეხბურთში და მგონია რომ მასკოტებიც ყავდათ.
კი, ძალიან ბევრი რაღაც ამერიკა და ფეხბურთი კიდე ცალკე მოვლენაა თავიანთი. როგორი- ფეხბურთი და აუცილებლად საინტერესო კი, იქნება. კი, ჯამში აი ამ საყვირების და ყველაფრის გარეშე მაინც როგორი მაინც, ფეხბურთი. აი, ყოველ ხო. შემთხვევაში ლუდი გვექნება კატარისგან განსხვავებით. აი როგორც წვანე-ქუჩის ხულიგნები არის საინტერესო ამერიკელი ტიპის ხო. ხო, აი ეგრე არის რა. თან მოკლე პლანებით უყურებთ რაც თავარია. კი, ზაფხული, ზაფხულის ბიჭო. ზაფხული ლუდი, სადმე ჩიპსი. ღია სივრცე და კარგი ფეხბურთი. სოფლიოს ჩემპიონატი. კი ბატონო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. იმედია საინტერესო გამოვიდა და იმედია რომ სოფლიოს ჩემპიონატი ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო გვექნება. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. მადლობა.